ხმაური გარდაბანში რაიონში საპროტესტო აქციები დაიწყო. ადგილობრივების შეიხის გადადგომას ითხოვენ. ქვემო ქართლში მცხოვრები მუსლიმანები სულიერ ლიდერს ძველ ხელისუფლებასთან ახლო ურთიერთობების გამო ედავებიან. ვაგიბ აკბაროვის შემცვლელის კანდიდატურა უკვე შერჩეულია. შეიხთან ერთად მოსახლეობა რეგიონის გუბერნატორსაც უპირისპირდება. მუსლიმანთა პრეტენზიები და მუქარ ანახეთ რეპორტაჟი გარდაბნიდან. ქვემო ქართლში მცხოვრები მუსლიმანები შეიხს უნდობლობას უცხადებენ. ვაგიბ აკბაროვის გადადგომის მოთხოვნით დღეს გარდაბანში მთავარ მეჩეთთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები პრეზიდენტს, კუდის ყოფილ მაღალჩინოსან ვაჟა ლილუაშვილსა და მხარის რწმუნებულ დავით კირკიტაძეს სარწმუნოების შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ მუსლიმანთა შეიხი რელიგიურ საბჭოს შურას არ აურჩევია და ის ყოფილმა მმართველმა გუნდმა დანიშნა. Синод выбирает. Ჩვენ უნდა აგვერჩია ჩვენი შეიხი, მაგრამ ეს არ მოხდა. შურა ითხოვდა თავის კანდიდატს. საქმის ყურში იყვნენ გუბერნატორი დავით კირკიტაძე, უშიშროებიდან ვაჟა ლილუაშვილი და პრეზიდენტი სააკაშვილი. მათ ყველაფერი არასწორად გააკეთეს და დანიშნეს ვაგიბ აკბაროვი. ისე რომ საბჭოსათვის არაფერი არ უკითხა. მე ვარ მორწმუნე ადამიანი. ყურანში წერია, რომ ყველა მორწმუნემ უნდა დაიცვას თავისი სარწმუნოება. სულიერი ლიდერი უნდა იყოს მორწმუნე და უნდა გამოირჩეოდეს ისლამის ღრმაცოდნით. ვაგიფი კგბ-მა აირჩია და არჩევის დღიდან ჩვენ მისი წინააღმდეგი ვიყავით. КГБ. ახუნდების საბჭომ გასულ კვირას ვაგიბ აკბაროვის ადგილზე შეიხის კანდიდატად მირ გუსეინ ასადოვი დაასახელა. რეგიონის სულიერი ლიდერები შევიკრიბეთ მეჩეთთან. ჩვენ ვაპროტესტებთ 2011 წლის საბჭოს არჩევნებს, რომელიც ჩატარდა სახელმწიფო ჩინოვნიკების მიერ, რომელთაც არ ჰქონდათ რელიგიური განათლება და მორალური უფლება ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად. სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაინიშნა ვაგიბ აკბაროვი, რომელიც ორჯერ იჯდა ციხეში. მან არის ის ყურანი და არ იცავდა მუსლიმთა უფლებებს. რელიგიური საბჭოს სხდომაზე დავსვით საკითხი, რომ ეს პრობლემა მოხსნილიყო. რამდენჯერმე შევთავაზეთ ყოფილ მმართველ გუნდს, რომ ეს პრობლემა გადაგვეჭრა, მაგრამ რამოდენიმეჯერ გადადეს და პრობლემად დარჩა. ვაგიბ აკბაროვი მუსლიმანთა პროტესტს არ იზიარებს და აცხადებს, რომ ის კანონიერად 10 წლის ვადითაა არჩეული. მაგათ იურიდიულად არავითარი მორალურად ზნეობრივადაც არ აქვს მაგის უფლება, რომ თქვან, რომ შენ გადადექი და მე ვიყო შეიხი. წარმოგიდგენიათ? გარდაბანში მთავარ მეჩეთთან შეკრებილ მორწმუნეებს კი ქვემო ქართლში მოღვაწე ახუნდები და წმინდა პირებით შეუერთდნენ. მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ვაგიბ აკბაროვი არ გადადგება, მასშტაბურ აქციებს უკვე თბილისში, მთავარ მეჩეთთან და პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართავენ.